მორყეული და ძველი შავი ეტლი დგას გარეთ და ბიოების ხროვამ გამოასვენა გვამი. შეღებულ სარკმელთან ვზივარ, იმას კი გოგონას ჯერო მას შობილა, უკვე გვიანია სძინავს. აი ესია მამაჩემი, გაგიკვირდა მუხასელები, არა ეს ხია მამაჩემი, ეს ტანწული და არც ისე ხანდაზმული, რომელსაც ფხიზლავ ძინავს ზამთარში და გაზაფხულზე პირველივე სითბო აღვიძებს. ის არ ჩtildeავს ნახევარ ეზოს არაბნელებს დანარჩენ ხეებს. როგორც სასამართლო პროცესზე განაცხადა ზვიად რატიანმა, მისი პოეტური და სამოქალაქო პოზიციები არის განუყოფელი ერთმანეთისგან. ზვიად რატიანის ნაირი ხალხი ყოველთვის უნდა იყოს თავისუფალი იმისთვის, რომ მან წარესიმართლე უთხრას ძლიერთა ამ ქვეყნისათა და ყველა ხელისუფლებას. გადაუარეს და გადმოუარეს ამ ადამიანს. და როგორი ანჯები ამოიარა. ესეც თქვენი უკეთესი მომავალი. სწორედ ისეთი, როგორიც გთხოვეთ. მცირედ დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ გაგვიგეთ. მოთხოვნილება მაღალია, ყველა გვაჩქარებს. მომცა მეორე წარსულის ნიჭი. წარსულის, სადაც გამუდმებით რაღაც იცვლება. მან სააქაო თავის თავზე იწვნია უკვე, თუ დაიქუხა, ბავშვები არ შეაშინო. მაინც ვერაფერს გაიგებენ მათი ხელები. აივლის წუთი და წვეთები ჩამოიღვრება ცისკენ, აწვდიან ხელის გულებში. ისე ვიღვიძეთ, აი ისევ სხვავა. კვლავ ვიძინებ იმის იმედით, რომ შემდეგ ჯერზე, შემდეგ ცხრაზე იქნებ დავემთხვე ჩემს თავს, ჩემს სახელს. დღეს მადლობა ზვიადს, იმიტომ რომ მისი ეს ბრძოლა არ დაწყებულა აი 200 დღის განმავლობაში, ან 200 დღის წინ 2017 წლიდან დაიწყო და კიდევ უფრო ადრეც, მაგრამ 2017 წელი იყო ძალიან სიმბოლური, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მთელი სალიტერატურო სივრცის ერთგვარ ღირსებად, სახედ იქცა ჩვენი ბრძოლის მესაჭად იქცა ზვიადი ძალიან სიმბოლურად. დღეს თქვი ეს აი საღამოზე გამოსვლის ეს რომ წლების განმავლობაში ის იქცა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ღირსებად, სინდისად, ჩვენს ერთგვარ მესაჭად, ჩვენს გზის მანათობლად, იმ სწორი გზის, რომელზეც უნდა მდგარიყო ქართული ლიტერატურა, სალიტერატურო სივრცე და რომელზეც მე ვფიქრობ, რომ ის დგას, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ქართული ლიტერატურა იბრძვის ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ზვიად რატიანი ნამდვილად არის ამ ყველაფრის სათავეში. ძალიან ძიმედ სიმბოლურია ის ამბავი, რომ დღეს ზვიად რატიანი არის რეჟიმის პატიმარი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ამ რეჟიმის მიერ, ამ საპოლიციო სისტემის მიერ ძალადობის მსხვერპლი, სამწუხაროდ ბოროტმოქმედების ადგილი არის გარეთ თავისუფლებაზე და პატიოსანი და ამ ქვეყნის მოყვარული ადამიანების ადგილი არის ციხეში. ასე გადაწყვიტა რეჟიმა, თუმცა სხვანაირად გადაწყვეტს ქართველი ხალხი. მე ვარ ამაში სრულიად დარწმუნებული, რომ ზვიადის ბრძოლა, რეჟიმის ყველა პატიმრის ბრძოლა თავისუფლებისთვის აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ჩვენ მოვიპოვებთ ყველაზე მთავარს ამ ქვეყნის თავისუფლებას, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დღეს არიან რეჟიმის ტყვეები. ზვიად რატიანმა თარგმნა ბერტოლტ ბრეხტის ცუდი დრო პოეზიისთვის და დღეს, როდესაც ცუდი დრო უდგას ჩვენს ქვეყანას, პოეზია, ხელოვნება, კულტურა არის ის იარაღი, რომელსაც შეუძლია სისტემას შეეწინააღმდეგოს, რეპრესიებზე ხმამაღლა ისაუბროს და ზვიად რატიანი ის ადამიანია, როგორც მან აღნიშნა სასამართლო პროცესზე, რომლის როგორც პოეტისა და მთარგმნელის და როგორც მოქალაქის საქმე და პოზიცია არის განუყოფელი. ჩვენ მოვითხოვთ ზვიად რატიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და სოლიდარობას უცხადებთ მას. კიდევ ერთხელ თავისუფლება ზვიადს.